სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოვხდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს საჯარო გაშლა გვექნება თემაზე თქვენი დღევანდელი დღის არკანის ენერგიები 30 ნოემბერი. ნახოთ როგორი დღე, როგორი ენერგიის დატვირთული დღე გექნებათ დღევანდელი დღის მანძილზე 30 ნოემბრის ენერგიები თქვენთვის. არკანი ეშმაკი. დღევანდელი დღე შეიძლება ცოტა შფოთვარე აღმოჩნდეს რაღაც მხრივ თქვენთვის. ესადაც დღევანდელი დღის განმავლობაში უფრო მოდი რჩევით შემოვიფარგლები. შეიძლება რაღაცა გაწუხებდეთ და უშვათ და აი ამის გამო მოსონება გქონდეთ დაკარგული, ან რაღაცა გინდოდეთ დროულად, რაღაცას ვერ ითმენდეთ და ამის გამო მოსონება დაკარგოთ, ხო? აი მაქსიმალურად იცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისეთ რაღაცას ელოდებით აქ, რაც აი თქვენი ლოდინით ფიზიკურად ვერ დააჩქარებთ, მიხვდით? აი დავუშვათ სიტყვაზე ადამიანს თუ ხელფასი ერიცხება თვის დასაწყისში და ეხლა თვის ბოლოა, თვის დასაწყისამდე გინდათ, არ გინდათ, ლოდინი მაინც მოგიწევთ. აი ეგეთი ამბავია, ხო ხვდებით? ამიტომ აი ეს მოუსვენრობა და მოსვენების დაკარგვა, მოკლედ ფუჭი იქნება, ამიტომ იცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ უბრალოდ და ამის ნაცვლად რაიმე სხვით დაიკავოთ თავი იქამდე, სანამ ის მოხდება, რასაც ასე ძალიან ელოდებით. არ გაგიჩნდეთ რაღაცა ისეთი მომენტები, რომ აი ცდილობა მოდი ესე ვთქვათ, რომ როგორღაც დააჩქაროთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ფიზიკურად შეიძლება ამას აზრი არ გქონდეს. მესმის რომ შეიძლება რაღაცა გამაღიზიანებელი იყოს, თქვენს ირგვლივაც იყვნენ ასეთი ადამიანები, მაგრამ ყოველთვის არსებობს უნარი დავიჭიროთ დისტანცია ასეთი ადამიანებისგან, ვინც მიზანმიმართულად ნერვებს გუშლის და ცდილობს პროვოკაციებზე წამოგვაგოს. ამიტომ აი ამ პროვოკაციებთანაც ცოტა არ იყოს სიფრთხილე ნამდვილად მოგიწევთ. ეცადეთ, რომ მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ ეს დღე, თუ არ გამოგდით და უშვათ ეს რაღაცა ურთიერთობა ადამიანებთან ამ დღეს და რაღაცა არ ხართ მზად გრძნობთ, ეცადეთ დრო სახლში გაატაროთ, ან მშვიდ გარემოში, ნაკლები აქტივობით სხვებთან, ან პირიქით თუ დაიღალეთ სახლში ჯდომით, დაუშვათ გაისეირნოთ, ხო, ოღონდ კარგი იქნება თუ მარტო იქნებით, იმიტომ რომ ახლა აშკარად ადამიანები ძალიან გაგაღიზიანებენ ჩემი ძებაზობა. წარმატებით გისურვებთ, დამიკომენტარეთ რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. მე კი დაგემშვიდობებით დროებით. მომავალ შეხვედრამდე.